ძალიან ბევრი მაგალითია გურჯაანს, როდესაც მოვალეობის შესრულებას აკისრებდნენ. იგივე შევარდნაძე, იგივე სააკაშვილი. მოგეხსენებათ იყოს ის აქ ბევრი გამგებელი, 3 წელი ასრულებდა მოვალეობას სიხარულიძე. ხო და კაი ფული შოეს წავიდნენ სახლებში და ჩვენ ესეთ მოვალეობის შესრულება არ გვინდა. ჩვენ ვიდა კომისიამ გადაწყვიტა აი შეპირობას გამძებთ რომ გამგებელი აიჩო კონკურსის წესი. ხო, მაგრამ თუ პარასკევს კომისია არ შედგება და გამგებლის მოვალეობის შესრულება გინდებათ, ესე გადაგაცეთ ხელს არ შეგეშლით ჩვენ, მე მგონი ხალხის აზრიც ესაა. კი ბატონო, ავიჩვეთ მოვალეობის შესრულებელი, როგორც კომისია დაიმუშავოს. არ გავიქცე. ეს არ იქნება, წელი მოგეს არ გავდივართ აქ. არამედ საკონკურსო, ეს ხალხი რომელიც რომ აქ ჩამოწერილი რომ უნდა იყვნენ, ვითომ განგებლისა და ადგილზე და თავრობაში საერთოდ არც ერთი არ უნდა მოღვაწეობდეს. ეს უნდა იყოს ყველანაირად ეგრე. ხალხის წერილობით მივიღოთ ხალხის დანიშნით, ხალხის არჩევანი. წერილობით დაინიშნოს კომისია, გაგოცანთ მოვალეობის შესრულების კანდიდატები და შეიქმნას კომპეტენტური კომისია. კომისია, რომელიც შედგება რაიონის ინტელიგენციისგან. კომისია, რომელიც არის პატიოსანი და არ გაიყიდება გვინიაშვილებზე, სიბაშვილებზე, კახიძეზე, მორფინისტებზე და იმებზე. შოთა უტიაშვილზე, რომელიც უნდა იმას აქვია საგებულოს თავმჯდომარედ თავისი მეგობრები და რაღაცები. თუ ეს არ გადაწყდება, ჩვენ ახალობას არ დავტოვებთ და იქნება მძიმე ფორმები. წერილში გიწევიათ ბატონო, გაგვეცით წერილობით პასუხი. აუცილებლად. ოცნება მოიგო, დასვიდეს ხალხი, პატიოსანი ხალხი, ვინც არიან და ამუშავენ. რა გინდა ჩვენი პარტია, რომელიც სააკაშვილს რა არის ბაზარი ხო არ არის მართლა რა გჭირ საქმე მაგით არ გაკეთდება რომ ამ შპილკები შეუშვი შპილკები უკვე შეეჭათ ამათ 20 ნაციონალებში იყვნენ გაჩედით და ეცო მომეცით რომ ამ ყველაფერში კონსულტაცია გავიარო საკრებულოს წევრებთან ერთად ჩვენ აქედან არ ვიშლებით რა თქმა უნდა ვისაც რაიონისთვის გული შეგვტკივა აქ ვიქნებით და დაველოდებით მის გადაწყვეტილებას და გამოგზავნება და მოგვახსენებს თუ არა ისევ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შევარ და იქ მოთხოვთ პასუხს რომ რა გადაწყვეტილება მიიღო და გავათენებთ